31 მაისს ძალაში შედის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ორგანიზაციებს და კორპორაციებს ან პარტნიორთა ჯგუფებს, არამედ ფიზიკურ პირებს და ფიზიკურ პირთა ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს უცხოელი პრინციპალის ინტერესებითა და მათ სასარგებლოდ, ხოლო კანონის აღსრულების და მონიტორინგის ფუნქცია ევალება ანტიკორუფციულ ბიუროს. უცხოური პრინციპალის აგენტად შეიძლება მიჩნეული იქნეს პირი, რომელიც პრინციპალის ინტერესების შესაბამისად და სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში. კანონით პოლიტიკურია საქმიანობა, რომელსაც ახასიათებს რწმენა და განზრახვა, გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო უწყებებზე, საზოგადოების ნაწილზე და მისი მიზანია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცვლილება და ჩამოყალიბება. უცხოური პრინციპალის აგენტად აცილება მიიჩნევა პირი, რომელიც წარმოადგენს უცხოელი პრინციპალის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან და ოფიციალურ პირებთან, ასევე რომელიც მოქმედებს როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი, ასევე ადამიანი, რომელიც საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გასცემს, შემოწირულობებს, სესხებს ან სხვა ფულად და მატერიალურ ფასეულობებს. რეგისტრაციის ვალდებულება პირს წარმოექმნება კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში. იგი ვალდებულია ბიუროს წარუდგინოს ავთენტურად და სრულად შევსებული განაცხადი დამატებით დოკუმენტებთან ერთად ფიცის ქვეშ. ამავდროულად აღნიშნული ვალდებულება ადამიანს უნარჩუნებდა მაშინაც კი, თუ კი მას შეუწყდა აგენტის სტატუსი. რეგისტრაციის პროცესში პირმა უნდა წარადგინოს საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის იურიდიული მისამართები როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველა ფაქტობრივი მისამართი, სამართლებრივი სტატუსი, ინფორმაცია საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების შესახებ და გაწეული ხარჯის შესახებ, რომელიც ბოლო 60 დღის განმავლობაში განხორციელდა. ამავდროულად ინფორმაცია უცხოური პრინციპალის შესახებ, როგორც მათი სახელების, ასევე მისამართების შესახებ. ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის დეტალური აღწერის შესახებ, შეთანხმებები უცხოელ პრინციპალებთან, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით. ასევე ინფორმაცია ორგანიზაციის თანამშრომლებისა და მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. უცხოური პრინციპალის აგენტი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის შემდგომ ვალდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ წარადგინოს 30 დღის ვადაში ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო საჭიროდ მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულის გარდა პირს ვალდებულება აქვს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისას გააკეთოს ზუსტი და თვალსაჩინო განაცხადი, რომ იგი უცხოური პრინციპალის აგენტია. ეს ინფორმაცია საჯარო მონიტორინგის პროცესში აწარმოოს და შეინახოს ფინანსური დოკუმენტაცია აგენტად ყოფნის პერიოდში და ნებისმიერ გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს. აღნიშნული ვალდებულება ორგანიზაციაზე ან ნებისმიერ ფიზიკურ პირზე ასევე ვრცელდება აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ პირი არ დარეგისტრირდება რეესტრში, ამ შემთხვევაში ემუქრება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 10,000 ლარამდე ჯარიმა. ხოლო კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული არის 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა 5,000 ლარამდე.